აუ მე თუ სამ დამსუსხა. მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი. სეზონია მედუზებისთან. ომერიკო კრემი მომაწოდი რა სტაფილოსფერი. კრემი აღარ არის. თევზებს ვაჭამი. რა თევზებს აჭამი? ჩემი 18 ლარიანი კრემი. ვერ არის ეს რა. სიმინდი, კუკურუზა. სიმინდის ქალიბონი. სიმინდი. აქეთ რა ღირს? 5 ლარი 1 ცალი და 3 ცალს მოგცემ 12 ლარში. 10 ლარი და წავიღებ. თან მარილი დაგეზოგება, ჩემი მაქვს წამოღებული სალფეტკით. მომეწოდი აბა სიმინდი. ომერიკო მარილის ვერ წაიღე. თევზებს ვაჭამი. სულ გამოეცალა ტვინი ამბობს. ბიჭო, იმდენი მარილია ამ ზღვაში, მაგათ გაჭმევენ თევზები, კაცო. დავჭიდე ხლა ასე უმარილოთ. არაფრის გიმოარა აქ სიმინდს, რა შტერი ბავშვია რა. უმარილო სიმინდს აქვს ცხოვჭამდი. საწავიდე. ომარიკო, გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირიმენ უიხრუკები მაგ მზეზე რა. რა გემრიელ აღჭამ შენ მაქსიმინს? კაია უმარილოთ. არ არის უმარილო, ზღვაში ამოვავლე და ეხლა მარილიანია. უმეწამდება. გოგოებო, ხელფასია ვიღე, სად მივდივართ? შაურმებზე. რა შაურმაზე, შოპინგზე, ფეხსაცმელები უნდა ვიყიდო. შენ იყო კიდე მშვიერი ხარ გამოსული? ხო, რაღაცა დიეტითი კლავს თავს. აი იქით არის მაღაზია სნიკერჰაბი, პეკინის 18, წამო. სნიკერსი. აუ, რამდენი ფეხსაცმელი. უკაცრავად მარციპანის ფეხსაცმელები ხო არის, გააქვთ, როიჭმევა. აი მე გოგო გამოდი აქეთ, სნიკერსი კი არა სნიკერჰაბია. უკაცრავად ეს მოდელი რა ღირს? ეგ 35 ლარი, სხვადასხვა ფერებში არის თან. ხალხო ნახეთ რა ვიპოვე, მარტინსები, მიმელოდებოდნენ. აუ კი ეგ ძალიან მაგარი ხარისხის ტყავი და უმაგრესი მოდელია. ტყავი, საქონლის თუ ხორის. მე გამოდი აქეთ რა გჭირს? ძალიან მშიერი ხარ, ხო? რა ორი გოგო, 2 საათი? არა 2 დღე. აუ ეს მარტინსები ძალიან მომეწონა, ამას ვიღებ. ამას კიდე ინგას უყიდი. ცალ სახელმწიფოს ვაჩუქებ და ცალს დაბადების დღეზე. აუ რა კაი. აუ გოგოებო, ამას გავისინჯავ და მოვალ. ისე რა იცოდეთ გოგოებო, ჩვენთან ყველანაირი მოდელი შევნა შეგიძლიათ, რაც კი საქართველოში შემოდის. განუსაზღვრელი მრავალფეროვნება გვაქვს. კი, აშკარად ბევრი რაღაცაა მართლა. აუ, თეკლას გული წაუვიდა. რანაირი დღე იყო რა. რა კიდე არაჩვეულებრივი დღე იყო. ახალი მარტინსებიც დავითრიე და თეკლას ასტრაფონ წაიყვანა. აუ, წამო შაურმებზე წავიდეთ. აუ, რა მაგარი მორთფელია. დე ერთ სერიას უყურებ კიდე. უყურე ხო? კარიც გააღებარებ. თუ ის უძღები შვილი დაბრუნდა, უთხარი რომ არ შემოვიდეს, თორემ მივაკლავ კედელზე. ვაუ, მარიკო, შენ გაიჩნდე, როგორ ახარ? საით ანასტასია? თიკო, ოღონდ არ არის ანასტასია სახში. ჩოფერში გაამწესა დედა მერჩიკურით. რატო? რამე მიქარა? დედა საჯუქა დაბადების დღეზე პამპერსი და აი მე რა გიჟი გოგოა. წავალ მაშინ მე, კაი? კაი. Кто это было? არა ანასტასიას პადრუგა. ისე ჩამოხვედი საქართველოში და დაიწყე ნელ-ნელა ქართულის გახსენებაც. კი, მაგრამ დახმარება. მე დაგეხმარები ლაპარაკის მეტი რა ვიცი. კარგი. იცი ძალიან გემრიელია ეს ღვერი. თიკო, მაკდონალდში ხო არ გავგვეზოთ? აუ, ბაზარიერები წავიდეთ. მე მქონდა 2 მასწავლებელი, უკვე და იმინამშიერი დავწანწალებ დილიდან. პროსტა თავს მოვიკლავ ეხლა. შემშლია და აფთიაქის ბარათი მაქვს წამოღებული. არა ვიპოვე სკურქარტიც, მაგრამ იმინა ინფარქტი მივიღე. მე მქონია 20 ლარამდე და მეყოფა ყველა ვარიანტში. დაიცე მეცნე ხურამდენი მაქვს ბარათი. ლარი და 40 მაქვს. კოკაკოლის ჭიქაც არ მომივა ამ ფასში. გოგო, ინგადეიდას რომ მიწერო და რავი გადმოგირიცხავს. აუ, ბაზარიერ არის. ახალი აპლიკაცია როა სკულაპი საქართველოს ბანკის. მაგით მოვითხო და გადმოვარიცხინებ. აუ, პროსტა. ეხლა გამახსენდო რომ მაგარი ვიჩხუბეთ დილით. ლოგინი დაუტოვე აულაგებელი. გოგო, ცადე მაინც, და ხო იცი რომ ძალიან ჯიგარია ინგადეიდა. აჰა, დაჭირდა ფული ქალბატონს. კი ბატონო, გადმოგირიცხავ. მაგრამ ამას თუ გონია რომ ლოგინი აულაგე ძალიან ცდება რა. აჰა. გადმორიცხა.
აუ ზოგჯერ მართლა მაგარი ჯიგარია ხოლმე ინგარა. მიხედავები ხო? მაგ აპლიკაციით ქენი ესე მარტივად? რა იყო ეჭუ ხო არ გიპარება? ძალიან მაგარი ფაზაკლებებია ხოლმე თან. სუამით მოძრაობ. და გადამომაწერინე მე რას ელოდები? უჭვილი გადმოგაწერინებ. მაგრამ ჯერ ჭამა და მე სხვა ყველაფერი. ეგ არის ჩემი ცხოვრების დევიზი. გადგი ფეხი. დი ყავადავლია და გული მაქვს აჩქარებული. ჯახტუნაობს. რა ყავადალიო, მარიკო? გიკაზალავ ხო იცი, არ გამაგიჟო ეხლა. ორი ყავა იყო აქ, სუდაულევია. ორმაგი მოუნდა ბიჭს. ხო და ორმაგად აღარ მინდა რა. ძალიან აჩქარებული მაქვს და სწრაფად ვსუნთქავ. გამომართო დალიე ეს კაპლი. ყოველდღე თეატრები შეიძლება რომ კონდეს სახლში. ყავა რო არის რა დავლიო ეხლა? მე არა ვარ მაღაზიაში ჩამსვლელი. არ ხარ და ნუ ხარ ახლა რა გავაკეთო? ვერც მე მივატოვებ მომაკვდავ ბავშვს. რა? კვდები? არაო მარიკო, არ კვდები, მაგრამ მაღაზიაში თუ წავედი და ამასთან დაგტოვე, მართლა შეიძლება მე რაღაცა მოგივიდეს. ანუ არც ერთი არ ჩავდივართ. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მაღაზია მოდის ჩვენთან. ორი ნაბიჯის აპლიკაციით მაღაზიის ფასებშივე გამოვიძახებ ყველაფერს. გამოიძახე მე თუ შეგიძლია. დედა მან იმდენი ქულები მაქვს დაგროვებული, დახარჯე ეგეც. ხო, უეჭველი. აიღე ტელეფონი და შენ თვითონ გამოიძახე რაც გინდა. მომეცი ერთი ვნახო. დედა ეს ამდენი ქულები დავხარჯავ ყველაფერს. ხო, ლუძე შეგიძლია რომ ეგ ქულები გამოიყენო, ძალიან მაგარ ფასადაა. არ შეიძლება მაგის ხელიდან გაშვება. ეგ აპლიკაცია კი არ შეგეშალოს. აჰა, გამოვიძახე და მოიტანენ. ძალიან კარგი, ლუდიც დაგვილევია ოჯახში. ფეხბურთის ბილეთებს უზივარ დილიდან. 30,351 ვარ იქში, მედია რომ ვიყიდი. ანასტასია დედამ საჭმელი დაგვიტოვა და გამოდი შეჭამე. მაგის დრო არ არის ეხლა და ცოტხები შეასრულე? აუ საკმეველი აღარ იყო და მარტოსანცელი დავანძე. არა უშავს მარტოსანცელიც გიყოფა ბილეთების საკითხლად. ეგ არის წინ წავიწიე. 29,791 ვარ. დილიდან ტუალეტში მინდა გასვლა, მაგრამ ვერ გავდივარ. მაგ დროს რო შემაგდოს ყიდვაზე მე დავკნა. მომეც მე დავიჭერ და არაფერს არ დავაწვევი. საქართველოს საბერძნეთი. ანასტასია, საბერძნეთელი ფეხბურთელები ჩამოდიან? კი, ეკრანს უყურე მანდ. ხო, იგივე რიცხვია ჯერ. მოვიდი. ყველაზე სწრაფი მოშარდვა მსოფლიოში. აუ მეც მომინდა ეხლა ტუალეტი. მიდი მედი. ეგ არის რიგმა კიდე წაიწია. 23,791 ვარ. ხო თიკო. ეხლა ნომერი გაინტერნეტმა არ გამიჭედოს. კაი გათიშე. ანასტასია, ქაღალდი აღარ არის. ეხლა ვერ მოვალ, გამორიცხულია. რო შემაგდოს ყიდვაზე? მოვედი, რა შვებით აბა? ჩემო თახში ვარ გამოვალ 5 წამში. ხო, დედა რას დაუმგვანებიათ სახლი. ეს ლეპტოპი მიტოვებული. გეგონება დენს არ წერდეს თუ არ ხმარობ გამორთე რა, ნახე ჭიქები. მოვედი. ლეპტოპი შენ გამორთე? მე გამოვხდე გოგო მიტოვებული რო გქონდა რა უბედურება. დედა როგორ გაწვინდა გარეთაც იცი? რა გჭირს გოგო, რა ფერი გადევს სახეზე? დაიმე, მიშველეთ. ანასტასია, დედა გაყინული აქ. ომარიკო მომეშველე. ტუალეტში ქაღალდი არა მაქვს. დე, ნახე რა მაგარი კბილები გავიკეთე. შეხედე ფოლგა რომ მიუგრია. რა მოგაფიქრა ახლა ეგ? კლასის ჩატში რეკავდნენ ბავშვები და მე არ მინდოდა ლაპარაკი. მოვატყუე რომ ექიმად დამინიშნა ეს კბილები და არ შეიძლება ლაპარაკი მეთქი. ვა, რაღაცა მაინც გისწავლია ოჯახისგან. ხოჩახ. მიდი ახლა მოიტანე წიგნები, გაკვეთილები გაქვს სასწავლი შენ. არ შეიძლება ჩემთვის ლაპარაკი ექიმად დამინიშნა. აბა შეიძლება გამოიტანე ახლა წიგნები? ეს რო გაუცნებ გაუვა ხოლმე თავს რა. აბა მე მაგას გავბედავდი ბავშვობაში. გახსოვს ერთხელ სუპირო გადამასხი თავზე. 3 დღე ბრინჯები და სტაფილები მქონდა თმებში. რაიმე რამ გაგახსენა ახლა ეგ ამბავი. ფეირი დაგბანე მერე თავი. კაკა თაშორებ და ცხიმს და. რა ფეირი დამბანი? როგორ შეიძლება მაგით თავის დაბანათ ამ ბავშვზე? რაიმე აბა სად მქონდა ახლა შამპუნები და ისინი, კაცო, გაჭირებულ ცხოვრებაში. მოდი ახლა შეკიდე და გადაშალე ეგ წიგნი რა. დე, მასწავლებელმა მომწერა არა უშავს არის სწავლო. მესენჯერში. რა მოგწერა ერთი მაჩვენე? რა არის ბიჭო ეს? დედა კბილებზე გადაუღია სურათი და ჩაუგდია მასწავლებლისთვის. ირინა მასწავლებელო ვერ ვისწავლე გაკვეთილს ექიმა დამინიშნა ეს. როგორ შეიძლება ბიჭო ასეთი ტყუილი ვერ გავიგე? ეს ვიღამი რეკავს.
ცალთრიკმელანო ხო ტვინი შემიჭამა მთელი დღე რა ვერ უპასუხებ კაცო გამიბავს ახლა ესო აიმე ხო ნუნუ გოგო ვერ გიპასუხებ ახლა იქიმა დამენიშნა კბილებზე და არ შეიძლება ლაპარაკი დაბადების დღეზე მივდივარ მე და იმედია რომ სახსა დაიმხობთ თავზე ამ საღამოს არაფერს ვიზო, მაქსიმუმ ბალეშით ვცემო შენი შვილი. ანასტასია ებია თქვენი არ გააბრაზოთ იცოდე თორე მოკლავთ იცოდე მაღალი წნება ქონდა ისედაც დილით დი რესტორანიდან რომ მოგაქვს ხოლმე საჭმელები ეგრე წამომიღებ დღესაც ხაჭაპური და ქაბაბი ვერ არის ეს რა ბიჭო სახლში იხდის ლელა და სახლიდან ხوار წამოგიღებ საჭმელებს აიმე წავედი აბა და თქვენი ცით ახლა ვაიმე გოგოებო მოდი ახლა მე გეტყვით ერთ სადღე გრძელოს რა ერთხელ ერთი დიდებული როდესაც თავისი მეუღლისთვის საჩუქარს არჩევდა იუველირმა გოგონა ვინც იქ ბეჭდებს ყიდდა დახმარება შესთავაზა ხო და ეს კაცი დიდებული კი იყო მაგრამ საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი და რამდენი რაღაცა შესთავაზებდა ეს იუველირი გოგონა ყველაფერი მოწონდა ყველაფერზე თანახმარ იყო აბა ეს ბეჭედი ნახეთ კი ბატონო აბა ეხლა ამას შეხედეთ კი ბატონო ყველაფერი მოწონს ხო და რო შეამჩნია ამ იუველირმა გოგონამ ქალმა რომ ამ კაცო ყველაფერი მოწონს ყველაფერზე თანახმარიო ადგა შეაწილა და დაანგრა სამაგალითო ოჯახი ხო და მოდი პატიოსთან ადამიანს გაუმარჯოს რომელიც თავის რჩეულს არავის და არაფრის გამო არ გაწვდის არ უღალატებს და არ მიატოვებს გაუმარჯოს ნამდვილად გაუმარჯოს რა სადღე გრძელოები იცი გოგო ცრემლი მომადგება ხოლმე თვალზე იმის არ იყოს ერთხელ გოგოებო საფლავებზე ვიყავით გასული და ისეთი სადღე გრძელო თქვა გაჭირვებულ კაცზე რაღაცა ვერ გაიგებდი ვინ მკვდარზე ტიროდა და ვინ ინგა სადღე გრძელოზე ისე რასაშინელება ღალატი ინგას ასე მიატოვა თავისმა ქმარმა და 10 წელია უკვე აგერ კაცის გარეშეა ოჯახი ჩემი ქმარი რო არ გეხსენებინა ეხლა არ შეიძლებოდა შენ ვიზერას ამბობ გალ აი ტელეფონმა გადაგარჩინა ეხლა გისმენ არა ამცალია ეხლა ხო კაი რა ვინდა გირეკა შენი ქმარი იყო ჩემი ცოლი დაბადების დღეზე წასული და ამომიარე ამ საღამოს რასაკეთებო რა იყო გოგო ბავშვმა დამირეკა და სუკათ ეთდა სახეზე დი რაღაცას გეტყვი ხო დაიფიცე რომ არ მეჩხუბები არ გეჩხუბები მითხარი მიდი ეგრე არა ვინმე დაიფიცე აი მე ვაჰა ანასტასიას გეფიცები თქვი ჩეთოლი რომ აქ ფიც გატეხავს შენს გიჩხუბება და მე კიდე გატეხილი ფიცის გამო გავიტრუპები ავტომატურად თქვი ახლა შენ კიდე დააყენე საშველიო ჩვენი მეზობელი როა ლიზიკო ეგ მომწონს და საჩუქარი მიუტანე სახლში ვა ლავსტორიც გაიჩითა რა ჩუქი რა და ყუთით რო გქონდა დანები და ჩანგლები ეგ რო არ ვიყენებდით და ჩემი ვერცხლის ნაბორი და გოგო თუ მოგწონს დანაჩანგლის სერვისი უნდა აჩუქო და გენერატო შენ მაინც არ ვიყენებდით და რაც გინდოდა რა გამიკეთა ანასტასიას მზითები იყო ეგ რო გათხოვდება ვერ გავიგებ ხელს არიოს ხوار გაუშვებ ოჯახიდან კარგა ხანი ჯერ მე არ ვაპირებ არსად წასვლას იგი წოდეთ ხო ესმა ხო მოურთმევია თქვენთვის დანაჩანგლის ნაბორი მოგეწონათ რატო არ მოგეწონებოდათ კი მადლობას ეთყვი აუცილებლად ანასტასია შემდეგ იცი რა მინდა ვაჩუქო ჭიქები რო გაქვს ხო იცი შუშის 12 წელი რო აწყვია ყუთში ეგ დებავში როგორი ბადება ვაიმე ამის დრო იყო ახლა როგორი ბადება მომარიკო და პოულობენ კომბოსტოში მშობლები ბავშვებს და მიყავთ მერე სახლში ბაზარში რო გამყიდოს უთხარი უარგისი კომბოსტოებიაო ესე იგი იმაში უარგისი ბავშვები იყვნენ ხო კარგად უნდა არჩე თორე შეიძლება რომ უარგისით შეგხვდეს ომარიკო მე გეტყვი გინდა ბავშვი რო გაჩნდეს მაგისთვის საჭირო რომ ხალი და კაცი აბა მზიაბებო მოვიდა შევეგებოთ ყველა გამართვეს სამოდი ინგა ისეთი კომბოსტა მოგიტანა შვილო რომ გაგიჟდები რა ბებო იცი ახლა ძამიკვან დაიკო რომ ეყოლება რა ინგა რა მოხდა რა გატირებს ბიძა ჩემი გარდაიცვალა რუსეთში და წერილი მომწერეს
რას იწერებიან? მშვიდობაა რუსეთშიო. რა ვიცი, გულით გარდაცვლილა და დატოვა ანდერცი, რომლის მიხედვითაც $500 მეკუთვნის მე რა? აუ, ერთი იგითი პიცა მაგრა გაასწორებდა რა. გეხმარება შენ ჩემი ძმა როგორც შეუძლია. თვითონაც რაკნას, კაცო, ზესტაფონში მუშაობს, ამერიკაში კი არა. $5,000 რას ნიშნავს? რადა ფული დამიტოვა ომარიკო მაჩუკა. ხოდა მიდიხდა სანთელი დაუნთე. ეგ არა კაცო, $5 სანთელია ეგ. დევს მან 20 თეთრიანებიც. ინგა რა შუნა დახარჯო ახლა ეგ ფული? ჩემში ხوار დააბანდებდი. ნეტ არ ღლიცინებდე რა ვიცი მე ვფიქრობ რაღაცა ბიზნესი დავიწყო. ბიზნესი? საშუალო ხوار გავიკეთებინა. აუ მაია, ჩემ კლასელებს ავპატიჟებ ხოლმე. აჰა, მომიყარა ამან უკვე ბავშვები. არა კაცო, საშაურმე არ მინდა ერთი. ვაიმე, თონე. მთელი კორპუსი იმას გაიძახეს, რომ ერთი თონე რა გაგვიხდა უბანშიო და გავხსნი ვიმუშავებ მე თვითონ. იმინა ბიზნეს ვუმენი ხარ რა. სიტყვები შეარჩიე შენ. სახლში ხარ, ბესეთკაში კი არა. დეგენერატი. ომარიკო მოგიტანე შოკოლადი რო დამაბარე. აჰა, გამომართვი. ნუ დარბი ხარ. ნაგლიბაო, შეგრებო თახში გაიქცე რომ მე არ შემეჭამა. რა ქინიაბა როგორ მოიარი, როგორ არის ზეინაბი? აიმე შენი მტერი იყოს ისე როგორც ზეინაბია. ორი ნეკნი ხო აქ გატეხილი. ეს ფეხები ორივე დაბეგვილი დაჟეჟილი და მიდაყვამდია გადატყავებული ხელები. მაინც ვერ გავიგე 53 წელს შეტო მოინდობა მოტოციკლზე დაჯდო, მათთან მარტო. აუ, ჯერა შოკოლადი მომიტანე, ეს არ დამიბარებია. დედა ნუ გამაგიჟე კაცო, შენ არ დამირეკე, დიდუბის შოკოლადი წამომიღეო. დიდუბის კი არა, დუბაის. აბა დიდუბეს აიდან მოვიტანე, ვერ გავიგე. მაგის გამოვიდეკე წერეთელზე 1 საათი საწოფში. არა უშავს ახლა შეჭამე რაც არის, ხო? კაი სამსახურიდან წამოვიღებ მაგ დუბაის შოკოლადს და გავსინჯოთ. საუდმყოფოში რომ მიუტანე ზეინაბს რო ნახე. აიმე არაფერი გოგო რო დამირეკავ, გიჟიბით გავარდი, პირდაპირ ვერაფერი ვეღარ ვიყიდე და ხვალა უტან რო ვინახულებ რამეს. ომარიკო, ჭამ შენ მაგ შოკოლადს. არა და არ შევჭამ. ჩუღურეთი აწერია ზეთ. ჩუღურეთი? ინგა მაღაზიაში იყიდე შოკოლადი თუ თბილისის მერიაში. რა ჩუღურეთი? აიმე თქვენი დასაცინი რო გავხდები რა. მომეც შენ ეგ შოკოლადი. ზეინაბთანაც აღარ ავალ ხალხელცარიელი. თავის შვილს ვერ მოუტანა შოკოლადი და ხვალ ზეინაბს უნდა აჭამოს. სამსახურიდან რო წამოვალ წამოვიღებ მეთქი საღამოს მაგ დუბაის შოკოლადს. დაუკვდი ახლა. მოვიტანე დუბაის შოკოლადი, მოდი და გავსინჯოთ. მოდი აბა ვნახოთ ერთი რა მოიტანე. ხო, ეს გადამაზე არ არის. გავტეხო შუაზე. აჰა. აიმე, ომარიკოს ბავშვობა გამახსენდა ეხლა. ასე ჩვენბოდა ხოლმე ზუსტად გარშოკი და გვერდიკა ხოლმე პლასმასის კუთხეში. და გარბიან წლები რა. თუ შენი თამაში ვერ დავხურე, დრაკონმა მომკლა. ერთხელ დაიყვინებ კიდე ეგრეთ და გისწრი პანჯრიდან. მიგაყოლებ მაგ ტელეფონსაც. ისე ტელეფონს რას ვერჩი? გისწრი პანჯრიდან. ამბავს უკვე ნევროზი უყალიბდება ტელეფონისგან. ამბობს მეორე ნევროზიანი. როგორ დაემგვანეთ ერთმანეთს რა. ხო და მაგას ვამბობ, ნევროზიანი ჩემი თავი მეზარება. შვილები კიდე ერთმანეთს კი არა მშობელს ემსგავსებიან. მე ვარ გოგო ნევროზიანი, ჭკუიდან არ გადამიყვანო ეხლა. არა დი, შენ არ გაკ. აბა რა ვაკეთო ტელეფონის გარდა, გარეთაც ცივადა. არა რაღაცაზე უნდა გატარო ომარიკო რა. ცეკვაზე ხوار შევიყვანო. რა ცეკვაზე სმინა ამას არ აქვს და თან მოუქნელია. წეღან წყალი მოქონდა ჩემო ოთახში დაიქცა და ჩიქა არ გატყდა. მიიყვანე ცეკვაზე კი? არა, რა თუნდა ახლა ისე მიყვანა, მე ვერ ვასწავლი. 2 წელი დავდიოდი ბავშვობაში სტუდიაში ნაირა ჯეირანოვთან. ომარიკო ჩაგირთავე ხა მე შენ ტელევიზორში ცეკვას და დაიზეპირე კარგად ილეთები. ვისწავლე ცეკვა, მიდი ჩართე მუსიკა. ვაიმე, ეხლავე ომარიკო დაიცადე, აბა წავიდა. და რა არის ომარიკო, რა ილეთებია ეს? ვაიმე. სამაია უსწავლია. ტილები მყავს მე მგონი. გამარჯობა ინგადეი და რავი თავად ხო ხართ კარგად. ყოველი ლექსის სწავლის დროს კუჭი ეშლება ნერვიულობით. აბა ეხლა მეორე სტროფი ვნახოთ.
ჩხა ჯაგანი აკიდო ზრებში ბავშვებს ელიან. გაიმეორე მიდი აბა. ეხლა ცოცხლად შეგაჭმევ მაგდაგვს. მე ძბრიან წინდებს მოგიტან ეხლა, შენ იქ პარაცეტამოლი დალია მანდამდე. შებული იყო. კუჭი მტკივა და მიბუყბუყებს. შემომხედე ეხლა და თვალებში აუ დაილეცა ყველაფერი. დედა ეს გრაგნილი რამ დაგაწერიდო მარიკო თოვლის პაპაა ეს ის კი არა რა ქვია, მილიონერი. მე რა იყო შვილოს, მენა არ გაქვს საერთოდ. გაიმეორე მიდი. დო რე მი. დააგვეხსნა ოპერა და მოგვესმინა ოპერისთვის. მეც ახლა ვერ ვიმღერებ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ნოტებია. ამიტომ დღეს მაგაკვეთილს გადა. მანქანება ტვინი შეჭამეს. რა უბედურება ეს იგი გრამი შაქარი აღარ არის მაღაზიაში რა იცი ბევრი ვინ წაიღო? ლიაროე შენი მეზობელი. 20 კილო ამაწონინა. არა თამუნა ექსუ ეგრე ზიდავს მაღაზიიდან რა მეშოკებით იმდე რაღაცა საცხობს სახლში რა გამარჯობა გითაყვა. იცი პური თუ შეიძლება. ანასტასია გამოვატანე მე მარიკოს დილით პური და რა იყო შეჭამეთ უკვე ჩვენ არა. მაგრამ ზედარბეზუთერი ძაღლია მაგან კი. არა დადურა ბავშვია რა აჰა წაიღე და იმყოფინეთ ახლა საღამომდე კრიზისია როგორ უნდა შეგიჭამოს ძაღლმა პური ჰა დედა რა კაი გოგო გყავს სინგა? არა თხოვებ. გოგო 17 წლის არის ჯერ მაგრამ ეს ისეთია რომ არამდარ გამტაცებს სახლიდან ნამდვილად ანასტასია მოიტანე პური? დაგჭირს. მაგარია პესნი ძაღლი ყოფილა. ლექსო გარდაცვლილი იპოვეს თურმე, იმენა გაგიჟებული ვარ. მეც ახლა გავიგე და წამო რა მაგის კორპუსთან ყველა მანდ იქნება. ქალბატონო უკაცრავად. სად იპოვეს გარდაცვლილი სადარბაზოსთან? კი შვილო ოკუპოვია მეზობელს, ორი ბიჭი დაიჭირეს უკვე, მაგრამ რა საკეთებდა პოლიცია მანამდე სანამ მოკლავდნენ? კუჩის გარჩევა რო იყო. არაფრის მაგნისები. ქალბატონო ცოტა კორექტულად ისაუბრეთ რა თუ შეიძლება ნუ კაი ერთი შენი ჭირი მე რამდენი უნდა მოკლა კაცო დაგხოცეთ მაშინ ჩვენსა და ამოვწოდეთ სულ ყველანი და ეგ იქნება ანასტასია ეს ცარცით რო შემოხაზული რას ნიშნავს ანუ მკვდარი რო იპოვეს როგორც იწვა ეგრე შემოხაზეს ცარცით გოგოებო ცოტა იქით გავიწიოთ რა თუ შეიძლება გაკავშირებდეთ თქვენ რამე გარდაცვლილთან ორივე შეყვარებული იყო კი და ბოლოს ისე გამწერა ანასტასია რომ ეს ამბობდა დიდი სემონებით გავგვიდავდიო ძალიან საშინელი ბიჭი იყო უკაცრავად აბრძანეთ თემური მოდი ერთ ეს გოგოები აიყვანე აღრიცხვაზე რაღაცა იციან ამათმა მაიმუნები ესენი